namo vasudevaya. Om namo bhagavate vasudevaya. Om namo bhagavate vasudevaya. Narayanam namaskrityam naram chaiva narottamam devim saraswati vyasam tato jayatu dirayat. Nashtaprayesha padreshu nitya bhagavata sevaya. Bhagavati uttama shlokem bhakti bhavati nashtikim. Hare Krishna. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ რა მე დიდი ხანია არ მემიგრა მონაწილეობა ამ ამბავში და როგორც ადრე იყო ცოცხალი ადამიანის დანახვა ძალიან სანატრელია ძირითადად რაღაც ნიშნებს ხედავ მისტიკურ ნიშნებს მაგრამ ნუ არ ავშევს ვილაპარაკებ ჩემთვის თქვენ უნდა მიექცევთ ყურადღებას ეხლა მიმდინარეობს შრიმად ბჰაგავატამის მერე სიმღერის გასრავად ვიზიტით ვავენ სკაუთიშო Რუსულად მეექვსე სიმღერის მერვე თავის საკითხვა, მეექვსე სიმღერის მერვე თავი ეს არის ჩემბატონო ნარაიანა კავაჩა, ანუ კავაჩა ნიშნავს დამცავ ლოცვას. ხოლო ნარაიანა კავაჩა ეს არის დამცავი ლოცვა, რომელიც მიმართულია უფალი ნარაიანასადმი. ყველამ კარგად ვიცით რა კავაჩები როგორ გამოიყურება, აი ნარასიმხა კავაჩას ბელიცემ. მაგრამ ნარაიანა კავაჩა ნარაიანა კავაჩა ბევრად უფრო რთულია როგორც ტექსტობრივად ასევე ტექნიკურად წარმოსათქმელად მოდი ჯერ წავიკითხოთ და დანარჩენი მერე ვისაუბროთ მე-18 ლექსია არის დღეს მე-18 ლექსია დღეს რიგში თანმანტარი ბჰაგავანტად აპათაიად Tvandva Bhayadrishabho Nirjitatma Yagya Chalokat Avatach Thanandad Baloganat Krodhavishad Ahindrach Daet Hanataris Sachit Molenili Htebs Uzenesi Pirone Batamechmaros რომ არ გავეკარო არასასურველ საჭმელს დამაშოროს სხეულებრივი ნეულებანი და ეუფალმა რიშაბხადევამ რომელმაც საკუთარი ჭკუა და გრძნობები დაიმორჩილა დამიცვას ორმაგობისაგან აღმოცენებული შიშისაგან მაგალითად სიცხე სიცივე და ამ შემდეგ და ეუფალმა იაგიამ ამაშოროს ხალხის ცილი წამება და მტრობა და ეუფალმა ბალარამამ გამოვლენილმა გველი შეშას სახით ავიგველებისაგან მიხსნას. Materialურ სამყაროში ცხოვრება კომენტარები. Materialურ სამყაროში ცხოვრება 1000 გვარი ხიფათთანაა დაკავშირებული, რომელთა ნაწილიც მოცემულ ლექსშია აღწერილი. მაგალითად, არასასურველი საჭმელი ჯანმრთელობას ვნებს, ამიტომ მას უნდა ვერიდოთ. თანმანტარად მოვლენილ უფალს შეუძლია დაგვიფაროს ამისაგან, რადგან უფალი ვიშნუ ყველა ცოცხალი არსების ზესულია დაუფაროს ამისაგან, ანუ ჯანმრთელობის გაუარესებისაგან. რადგან უფალი ვიშნუ ყველა ცოცხალი არსების ზესულია, თუკი ინებებს შეუძლია გვიხსნას ათხიფხაუტიკა ანუ იმ ტანჯვისაგან, რომელსაც სხვა ცოცხალი არსებები გვაყენებენ. უფალი ბალარამა გველი შესასახით ამოვლენილი და შეუძლია დაგვიცოს
დაუნდობელი გველების ან ბოროტი ხალხისაგან, რომელიც მუდამ მზად არიან თავს დაგვესხან. Prabhupada ki Om Agyana Timiram Dasya Gyanam Jana Shavakaya Chakshurun Militam Mena Tasmai Shri Gaurave Namaha Namo Vishnu Padaya Krishna Preshtaya Pudale Srimati Bhaktivedanta Swaminiti Namine Namaste Saraswati Deve Nauramani Pracharine Nirvishesha Shunya Vadi Pachati Aveshtarine Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Srivasadi Gaura Bhaktavrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare Hare Om Sahana Bhavatu Sahana Bhunaktu Sahaviriyam Karva Vahai Tejasvina Maditamastu Mavitkhvi Shavahai Om Shanti 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 Om Hare Krishna Suleti Tsuti Bodhisattva Spals Dauleu Atsiroda berdeba Merit Khalid Agarfelis არა უშავს ესე იგი ნარაენა კავაჩა ეს არის განსაკუთრებული ლოცვა დამცავი ლოცვა რომლითაც პრაქტიკაში ინდრამ გამოიყენა ეს ლოცვა და განადგურა და უკოაქცია თავისი მოწინააღმდეგეები დემონები ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს და მაჰარაჯა პარიქშით მას დაუსვეს ეს შეკითხვას შუკადევა გოსვამის რო ერთი მითხარიო რა არის ესეთიო რა ლოცვაო ესო როგორი კარაკავაჩაო მომიყევიო და შუკადევა გოსვამი ძალიან დეტალურად უხსნის ამ კავაჩის არა მარტო ტექსტურ მხარეს, არამედ მის ტექნიკური შესრულების მხარეს და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ისეთ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომ პირველ რიგში, რაც ხაზგასმულია, ამ კავაჩის წარმოთქმა შეუძლია მხოლოდ მას, უბრალოდ კავაჩის წარმოთქმა ყველა შეუძლია, ვისაც არ ეზარება, მაგრამ შესაბამისი შედეგის მიღება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც შეუძლია შევიდეს მედიტაციაში და თავი დაინახოს როგორც მარადიული უკვდავის სული და ხარისხობრად თავისი იგივეობა უფალთან. ეს შენიშვნა არის საშინელება. მე გეტყვით პირდაპირ, ხოლმე იმეც გვიკარგავს, რომ ეს კავაჩი როდესმე დავიცავს და საფრთხე ორი მხრიდან მოდის. ანუ საჭირო არის კავაჩის კავაჩა. კიდევ ესე იგი ერთი საფრთხე ის არის რომ როდესაც ზოგიერთი ამას კითხულობს სასწრაფო უფლება რომ მე მანამდე მჭირდება დაცვა სანამ საკუთარი თავი როგორც უკუდავის სული არ დამინახავს თორე რომ დავინახავს საკუთარ თავს როგორც უკუდავს უგზა ჩემს ბუნებრივ ასე ვთქვათ ხარისხობრივ იგივეობას ღმერთთან მე რაღაც მინდა დაცული ვარ ისედაც ხო აი შეიძლება ესეთი იმედგაცრუება დაეუფლოს ადამიანს. და მეორე მხრივ არის ესეთი საშიშროება, რომ ძალიან ბევრი და უმრავლესობა იმას კი არ ნანობს, რომ ჯერ ვერ ხედავს თავის თავს, როგორც უგდავს სულს და თავის ერთიანობას ღმერთთან, არამედ და იმას კი არ ესტროფის, არამედ ამ სიტყვებში ნახულობს ესეთ აზრს, რომ მასა და ღმერთ შორის განსხვავება არ არის. ანუ მიიწევს იქით, რომ გახდეს ღმერთი. ხო და ასე როცა ამ გზაზე როცა დადგება ადამიანი, იმას ვერც ნარაენა უშველის და ვერც კავაჩა და ვერც მისი კავაჩა და ვერც ვერანაირი იარაღი და ვერც ვერანაირი წყალობა, იმიტომ რომ
როდესაც ადამიანი აქვს ეს აკვიატებული იდეა, რომ ეს უნდა გახდეს ღმერთი, ის წუთისოფლიდან ვერ გადის, მატერიალურ სამყაროდან ვერ გადის, იმიტომ რომ აქ არის იმათი ადგილი, ვინც თვლის, რომ არის ღმერთი და აი ბატონო იყავ ღმერთი და რაც გინდა ისქენი, გამოიჩინე თავი არჩევნებში, გამოიჩინე თავი პოლიტიკაში, ომში, მშვიდობაში და სადაც გინდა და იყავ ღმერთი, ყველა შენს გარშემო იტრიალებს, ყველა შენ შეგასხამს ხოდობას. მთელი მსოფლიო თუ არა, რომელიმე ქვეყანა მაინც, რომელიმე ქვეყანა თუ არა, რომელიმე კომპანია მაინც და რომელიმე კომპანია თუ არა, რომელიმე ოჯახი მაინც და რომელიმე ოჯახი თუ არა ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, რომელსაც ნებით თუ არა ძალით მაინც აიძულებ, რომ შენზე კაი ლაპარაკოს და როცა ჩუმოს ყველამე სიტყვის. ხო და ესეთნაირად ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ღმერთობის რეალიზაციას. ტექნიკურად ძალიან რთული არის ამ კავაჩას გამოყენება, იმიტომ რომ სანამ უშუალოდ ამ დამცავ ლოცვაზე გადავა ადამიანი, ყველას მოსმენილი გაქვთ ეს ლექციები, საკითხულისა გაქვთ და ალბათ მრავალჯერ გაკეთებაც გქონიათ, რომ სანამ უშუალოდ ამ ლოცვაზე გადავა ამ კავაჩაზე ადამიანი, მანამდე ისეთი აჩამანი უნდა შეასრულოს, ისეთი გაწმენდა, ისეთი მანტრები უნდა წარმოთქვას, ისეთ მედიტაციებში უნდა შევიდეს და ისეთი რაღაცები გააკეთოს, რომ ამის მერე არ მგონია, რომ ამე საფრთხე დარჩეს კიდე ამ სამყაროში ყველა საფრთხე უკვე ჩავლილი იქნება და ეს ყველაფერი უკვე აღარ დაჭირდება იმ ადამიანს. ანუ დღევანდელი ადამიანისათვის წარმოუდგენელია, უბრალოდ წარმოუდგენელია მსგავსი გაწმენდის ჩატარება აპავიტრამ და ეს უმარტივეს და მე იწყება და იწყება. მაშ ჩვენ ვამბობთ ახლა ესე თავხედურად, მაგრამ მე თავს მივაკუთვნებ, ასე ვთქვათ, ამ ვაიშნავ ტრადიციას და უფრო მეტსაც, უფრო ზუსტადაც გეტყვით უფალი ჩაიტანიას მიმდევრებს და ესაა ყველაზე მთავარი, რომ უფალი ჩაიტანიას მიმდევრებს მეკუთვნოს თავი ადამიანმა და ეს ძალიან კარგად გაიგოს, რას ნიშნავს უფალი ჩაიტანიას მიმდევარი იყო. ეს აღნიშნავს უბრალოდ მხოლოდ ცეკვა სიმღერას, თუმცა ცეკვა სიმღერა ძირითადი ღმერთის გადიდება, ღმერთის გამდიდება, ღმერთის დიდების გალობა თავი ღერძია ამ უფალი ჩაიტანიას მოწყობისა. მაგრამ უფალმა ჩაიტანიამ მოიტანა ორი რამ. თავისი უსაზღვრო წყალობით, ანუ ისეთი უსაზღვრო წყალობით ჩნიმატირა თარანის განწყობამ, რომ მისცა მას. ანუ კრიშნამ მიიღო რაღაც, წარმოგიდგენიათ, რომ კრიშნამ რაღაცა მიიღო, არ ქონდა და მიიღო. ну ეხლა ცოტა ისეთი საკითხია, მაგრამ როგორც კი მას დაეუფლა ჩნიმატირა თარანის განწყობილება, ანუ უკიდეგანო სიყვარული და უკიდეგანო თანაგზნობა იმ წუთში გამოექანა ამ თანაგზნობით ახსილი უბედური არსებების დასახმარებლად და ყველას განურჩევლად არამიშობს თანაფშრობა უნდოდა არ უნდოდა ჭკვიანი იყო სულელი იყო ავი იყო კარგი იყო ცოდვილი იყო უცოდვილი იყო ბრაჰმანი იყო მათხოვარი იყო ზაღლისჭამელი იყო თუ ზაღლი იყო მოკლედ ყველას უკლებლივ მოუტანა ორი საჩუქარი. პირველი ეს არის დეფიციტური ძალიან კრიშნა პრემა. გემო ექსტატიური უანგარო სიყვარულისა და მეორე უფალზე მინდობის მეცნიერება, შარანაგატი. ანუ ვინც მეტნაკლებად ვაღიარებთ და ვცდილობთ მივიღოთ უფალი ჩაიტანიას წყალობა, ჩვენ აღარ ვჭირდება უკვე რთული პოზებში დაჯდომა, რთული მედიტაციები, ჩვენ უბრალოდ ჩვენ თავს მივანდობთ უზენაეს ღმერთს. სასურველი უფალი ჩაიტანიას, იმიტომ რომ ეს არის მაღლესი იპოსტასი, რაც კრიშნა ერთად. მართალია ეს უბრალო არ არის ეს მინდობა და ეს მინდობა მთელი მეცნიერება 6 საფეხურისაგან შედგება და
პირველი ორი საფეხური, როგორც სამატანაკოს მამი აყალიბებს ამას, პირველი ორი საფეხური არის ყველაფრის მიღება, რაც ერთგულმსახურებისთვის სასარგებლო და ყველაფრის უარყოფა, რაც არის ხელშემშლელი ერთგულმსახურებისათვის. ეხლა დავანებოთ თავი დანარჩენს, რომელმე თავდება საკუთარ თავის სრულად მიწყუნა უფლისადმი. ჯერ მარტო ეს მთელი პრაქტიკა, რომ ადამიანმა დაიჯეროს და შეძლოს თუ კი რამე ხელს უშლის, უარყოფს, ნუ ჩამოიკიდება, ნუ ჩაიჭიდება, უბრალოდ უარყოფს, მოეშვას, გაანებოს თავი. და ყველაფერი რაც კარგია, ხარბად დაეწაფოს, მიიღოს, გამოიყენოს. მართალია ბაქთის მიზეზი არ აქვს, უმიზეზო ბაქთი მხოლოდ ბაქთისაგან მოდის. ბაქთი გრიპს გავს რა, ესეთი გრიპი მოდის გრიპიანისგან გადაგედება. სწორედ ბაქთი, სწორედ ასეთი რამეა, რომ ისაც ბაქთი აქვს, ის იძლევა ბაქთის მიზეზი არის თვითონ ბაქთი. სხვა მიზეზები ბაქთის არ გააჩნია. ის არის ყოველ მიზეზთან მიზეზი თვითონ უზენაესი ღმერთიდან მოდის ეს ბაქთი. შესაბამისად იმის ფიქრი, რომ ხა რაღაცას ვიზამ ამით ბაქთი გაიღვიძებს, არაფერი რაღაცის ქმნა, რაც არ უნდა ქმნათ ქვეყანა რომ გადადგათ, ამით შეყარებულ ვერ გახდებით. უბრალოდ ნელა გაიწმინდებით და ვარგისი გახდებით იმისაც, რომ შეგიყვარდეთ და მე როცა ამის ვარგისი გახდებით, მე შეგიყვარდებათ უკვე ზოგადად უფრო დაინახავ სიყვარულს და იქს. ო, რაზე მოვყევი ახლა ეს ყველაფერი, იმაზე მოვყევი, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი, ჯერთუ ჩვენი საყვარელი და მთავარი კავაჩა ეს ნარასიმხა კავაჩა არის, ნარასიმხა რომელიც ერთგულმსახურების დამცველია, ერთგულების დამცველი და ერთგულმსახურების დამცველი. ნარასიმხა კავაჩა არის ჩვენი თუ იმას აქვს მიდრეკილება კავაჩების კითხვის, შეგვიძლია ნარასიმხა კავაჩა იკითხოს და იმეოროს და ზოგადად ასე ამბობენ, რომ როცა ერთგული სათხანის გზას დგება, მან ამ საკმაოდ რთულ გზაზე, როცა დადგება, შეადგამს ფეხს, მან თავის აბგაში, ანუ ჩანთაში უნდა იქონიოს ნარასიმხას ბრჭყალები, ეს ამნიშნავს, რომ ნარასიმხას ბრჭყალები დავაჭრათ და ჩანთაში ჩავწოთ, მაგრამ ნარასიმხას ბრჭყალები უნდა ჩვენ ჩანთაში იყოს, ჩვენთან ერთად უნდა იყოს, იმიტომ რომ ისაა ჩვენი დამცველი. იმით გაუგლიჯა მოცელი დემონთა მეფეს, იმით მაგით იცავს ერთგულებს და ნარასიმხას ბრჭყალები ჩვენ ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს და საიმედო დამცველი. ვერც კი გაიგებს, როგორ გივლის გარშემო, როგორ გიფაბარავს, როგორ წყალობს. საერთოდ საოცარ რაღაცებს ახდენს. შენ თვითონ ვერ გებულობ და ვინც თავს გესმის, ის საერთოდ ვერ გებულობს. რაშია საქმე? რომ უნდა გაგსრისოს და ვერ გსრისავს, აფერი არ გამოდის. გასრისა კიდე ბევრს უნდა. იმიტომ კი არა, რომ მარტო მათი ბრალი, ახლა ჩვენი ბრალიც არის, ჩვენი კარმა გვაქვს, ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი შეზღუდული ნება და ჩვენი რომბოტის ფსიქოლოგია, ჩვენი სხეული, რაც უკვე უეჭველად გულისხმობს უამრავ საფრთხეს, როგორც ამას შილა პრაბჰუპადა ამბობს კომენტარებში. ატეროს სამყაროში სავსეა საფრთხისაგან. გარშემო ყოველთვის საფრთხეა. ყველაფერი საფრთხეა. დრო გადის ეგეც საფრთხეა. იმიტომ რომ სიკვდილთან გვაახლოვებს. წარმოუდგენელი საშიშროებით არის აღსილი მატერიალური სამყარო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ვერ ხედავენ მის ნამდვილ ბუნებას. მატერიალურ სამყაროს ღვთაებრივ ბუნებას ვინც ვერ ხედავს, მისთვის ეს არის ძალიან მტრული გარემოცვა, საშინელზე საშინელი ადგილი და საფრთხით აღსავსე ჯუნგლები, როგორც შემოქმედა ავტორში აღწერილი მატერიალური ცხოვრება, როგორც შედარებულია ჯუნგლებს. ამ საფრთხისაგან ნარაიანა კავაჩას აზრი არის, რომ ჩვენ გვასწავლოს, ან გავაგებინოს, ან ინფორმაცია მაინც მოგცეს ბოლოს და ბოლოს,
პრაქტიკაში მის გამოყენების არ მოგახსენოთ. თუმცა ასეც ნუ ვიფიქრებთ თქვათ, როცა ადამიანი შემოთავაზა ამ კითხულობს, და მათ შორის აი ნარაიანა კავაჩას რომ წაიკითხავს, ბოლო-ბოლო ლექციას მოისმენს, ან ლექციისთვის მოემზადება, რაღაცაზე დაფიქრდება. მე გაყვება ცხოვრებაში აიკვიატება რაღაც ფრაგმენტები და შეიძლება სრულყოფილად და იმ ბრაჰმანული კულტურით ვერ წარმოთქვას და საერთოდ ვერ გამოიყენოს ნარასმარ კავაჩა, მაგრამ ის ელემენტები, რომელიც მასში არის, ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე მიყვება. პირველი რაც ადამიანს გაყვება სიცოცხლის ბოლომდე, რომელიც ნარაიანა კავაჩას გაეცნობა, არის ის ფაქტი, რომ უზენაესი ღმერთი ყოველთვის მზად არის დამიცვას. ყოველთვის მზად არის დამიცვას. ყველანაირი საფრთხისაგან. ყოველ შემთხვევაში ყველანაირი საფრთხე აგვაშოროს თავიდან. ისეთნაირად კი არა, რომ რაღაც პროტექციონიზმი და ნეპოტიზმი ჩაიდინოს და სხვას ის არის მოამტრიოს და ჩვენ დაგვიცვას. რაღაც საფრთხისაგან არა. ჩვენ ცნობიერებს მზად არის ჩვენი ცნობიერება შეცვალოს, ჩვენი ხედვა შეცვალოს. ნებისმიერ მომენტში და ჩვენ დავინახავთ, რომ ეს საფრთხე არის პატარა კოვო სპილოს ზომებამდე გაბერილი ჩვენი არასწორი ცნობიერების გამო. ან ზოგადად საერთოდ არ არის ეგეთი რამე საფრთხე. არ არსებობს. ამგვარად გეტყვი ოფარატაშ თავმოვალო, ცოცხალთა გამო, ნოეზლები დარცა და გლოვას. სხეულში ცხოვრობს, ვერაფერი განადგურებს, სულს მარადიულს, ვერასოდეს ვერავინ მოკლავს. თუ აქამდე მივიდა ადამიანი, ცხადია, რომ ეს ღმერთის წყალობაა და ამ წყალობის მიღება სხვადასხვა გზებით ხდება. და სწორედ ეს არის აღწერილი ნარაიანა კავაჩაში. უზენაესი ღმერთის სხვადასხვა ავატარები, სხვადასხვა განწყობილებები, სხვადასხვა ფორმები დაწყებული მისი პიროვნებიდან, გოვინდა დამოდარა იგივე მისი მეორე მედან, უფალი ბალარამა, დამთავრებული შაქტიავის ავატარებით, ისინი მუდმივ სადარაჯოს ედგანან და მზად არიან, რომ უდიდესი წყალობა გამოავლინონ. ამ კონკრეტულ ლექსში არის მიმართვა თანვანტარისადმი. თანვანტარი ეს არის ავტარი, რომელიც მეზობრივი ოკეანის ადღვების დროს გამოვლინდა, მეზობრივი ოკეანის სიღრმეებიდან, უზენაესი ღმერთი ვიშნუ, რომელსაც ხელში ქოთანი უჭირავს, ცალხეში ქოთანი უჭირავს და მეორე ხელი აი ესე უჭირავს, ხო, ესე უჭირავს, როგორც არის, ესე უჭირავს, მოკლედ რა. და ქოთანში არის თავმოყრული ქოთანია და იმაში არის ამრიტა, უდავების ნექტარი. თავმოყრული არის სწორედ ის იპოსტასი უზენაესი ღმერთის, რომელსაც მიმართეს დევატებმა, ნახევრად ღმერთებმა და დაუსვეს ძალიან არაღმერთული შეკითხვა. როგორ შეიძლება ვასწავლე, როგორ შეიძლება რომ ვიგულავოთ, ჭამოთ, სვათ და ავად არ გავხდეთ. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? აი, ვაფშე რა. და უზენაესმა ღმერთმა თანვანტარიმ მათ მისცა აიურვედა. აიურ ნიშნავს სიცოცხლეს, ვედა ცოდნას და მისცა სიცოცხლის ცოდნა. ცოდნა სიცოცხლის შესახებ თუ რაზეა დაფუძნებული სიცოცხლე და როგორ უნდა შეძლო ის, რომ არ მოჭრა ის ტოტი, რომელზედაც ზიხარ და საკუთარი სიცოცხლე არ მოსპო. თორემ ჩვენ ძირითადად ამით ვართ დაკავებული. ჩვენ დაბადებიდან ვიწყებთ საკუთარი სიცოცხლის მოსპობას. თავიდან მშობლები გვეხმარებიან, ახლობლები, მერე საზოგადოება, მერე თვითონ საკუთარი ძალებით მოხერხებთ ამას და სპობთ ამ საკუთარ სიცოცხლეს 1000 გვარი მეთოდებით. ძირითადად ეს მეთოდები არის ახარა, ანუ ის, რასაც ჩვენ შევთავთ. ეს არის ის ძირითადად საკვები, ეს არის უხეში, რასაც შევთავთ, ეს არის პრონატიპი ჰაერი, რითაც სუნთქავთ და როგორ სუნთქავთ. ეს არის ემოციები, რომელსაც ასევე შევთავთ. ეს ყველაფერი პრაქტიკულად საკვებია სხვადასხვა დონეზე, უხეშ დონეზე და ნატიფ დონეზე და ამ საკვების არასწორად გამოყენება იწვევს ავადმყოფობას.
და ეს არასწორად გამოყენება არის დაფუძნებული იმ 5 ტანჯველ ფაქტორზე, რომელიც ადამიანს გააჩნია, მატერიალურ სქელს გააჩნია. ავიდია, ასმიტა, რაგა, დვეშა, აფინევეშა, უმეცრება განსაზღვრულია როგორც ველი, რომელზეც აღმოცენდება დანარჩენი 4 ფაქტორი, ასმიტა, მე ვარ, მე და ჩემი, კომპორტამენტობა, სრულიებო, რაგა, დვეშა, მინდა არ მინდა, ეს მინდა არ მინდა კი არა, ძალიან რომ მინდა და ძალიან რო არ მინდა და რო გავსკრები შუაზე ტირილით ისე მინდა და ამ პირიქით. ბავშვობიდან გავხსოვთ ექიმთან რომ წაგიყვანეს ისეთი მე მაგალითად კარგად მახსოვს რა გლანდების ოპერაცია გამიკეთეს და მე ვთვლი რომ არ ვიცი ახლა როგორ არის, მაგრამ მაშინდელ პერიოდში ეს ჩემ ბავშვობებს არის 60-იანი წლები და მაშინ კლინიკები ეს იყო სადისტური დაწესებულებები. შეხვიდოდი თუ არა კლინიკაში, ყოველ დღეში ბავშვი რო შედის კლინიკაში და ხედავს გაპრიალებულ მინების კედლებიან კარადებს, რომელშიც სხვადასხვა საწყამებელი იარაღები აწვია. გამოგიდგენიათ, რომ პირდაპირ შესასვლელში სანამ ექიმთან მივახედავს კარადებს, სხვა კაუჭები, მაგრატლები, მოსაჭრები, სისხლის გამოსადენი და საშინელებები აწყვიან კარად. ამას რო დაინახავს ბავშვი მერე რა ექიმთან როგორ მივაწყდა და იმ დროს ეწყობა უკვე ბღავილი, უკვე თავიდანვე შედიხარ და ვაი არ მინდა და მერე შედიხარ ექიმთან, რომელსაც თავზე უკეთია რაღაცა დისკი, რომელიც ბრწყინავს და ანათებს, ხო და მოკლედ ისეც დავიწყდება, რომ ნახდაც სიკეთის მომტანი არ არის ეს თავისი ინსტრუმენტებით. აი ესეთი გამოგონება ალბათ გაქვთ, ახლა არ ვიცი, ახლა თქვენ ახალგაზრდები ზამდებით ხო? მორიყო თქვენ დროს გლანდების ოპერაცია. ხო და მე გლანდების ოპერაციამდე იმენა დამემართა ჩემი რა და ეს ოპერაცია ესე გამიკეთეს ვერც გავიგე. ესეთ ისტერიკაში ვიყავი, გლანდები როგორ ამომაჭრეს, არ ვერ გავიგე. საერთოდ ამომაჭრეს თუ არა. ეს ბეგი მოტივით ხონდა პირი დაღებული, ორ კაცს ესე ყბები ეკავა პატარა ბავშვის და მესამეში გადაყუდებული იყო იმაში პირში და რაღაცებს აკეთებდა იქ და ნუ მოკლედ რა. ხო და ესეთი გამიტაცა მოგონებამაც არ დამოვისწარაზე ალაპარაკი. მოკლედ, ჯანმრთელობას ვინადგურებთ და ძირითადად იმით, რითაც შთანთქავთ ჩვენ, რასაც ვღებულობთ გარედან. და ამ დროს არ არის ეს ლამაზი და კარგი. თანვანტარი ფაგავან, აპათიად, ეს უბრალოდ ცუდი საკვები კი არ არის მხოლოდ. ეს არის ყველაფერი რა, ახარ-ახარაც ხდება, რაც სათქმას ხდება, ყველაფერი ცუდით და უხარისხოთ. უხეშ დონეზე და ნაფთი დონეზე. უხარი შრი კრიშნა ჯან გასწავლით ჩვენ თავად ის რაც უნდა მივიღოთ ჩვენ. აიუხსატვა ბალაროგაია. სუქაბრიტი ვივართხანა. რასიახს ნიკთხახ ხირახ იდია ახარახ სათვიკა ბრიახ. აიუხ სიცოცხლე სათვა ანზლიობა ბალაროგაია ბალა ზალა როგა არის ავადმყოფობა. როგა არის ავადმყოფობა და სწორედ ამას დავიწყე ლაპარაკი რომ ამას იმათი კავკასიურ სახლში მოვყევიასა რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აიურვედის ტრაქტატი აშტანგა ხრიდაია სამხიტა შესავალი მანგალა ჩარანას მერე შესავალი მანტრის თვის მერე პირველი მანტრა ესეთი რაგ ადი როგა როგა არის ავადმყოფობა, რაგა არის მიჯაჭვულობა, ადი და ასე შემდეგ, ხო? რაგა და ასე შემდეგ არის ავადმყოფობა, ანუ ავტორი ძლევა ავადმყოფობის განმარტებას. თორემ ავადმყოფობა მოდის საიდან? ავიდია, ასმიტა, რაგა, დვეშა, აფხინევეშა. და როგორც უფალი ეუბნება ალვარებს, რომლებიც თან აუდიენციაზე მივიდნენ, როდესაც
ცოცხალი არსება შებრუნდება ზურგით ღმერთისაკენ, სახეს მიიქცევს ღმერთისაკენ, მიმუქხაია ეს ღმერთისაკენ, მას იმ წუთშივე ებადება რამდენიმე მას სულს აფერებადება სული მარადიული უკვდავი და შემდეგ წმინდა უბრალოდ მის კონსტრუქციაში, მის ხელში იბადება შიში და მამას მულდებს მერე უკვე მიჯაჭვულობა მრისხანება და კრიშნა ამბობს ვიტარაგა ფაია კროთხა მანმაია მადუბაშვიტახახ ბაჰავოხ გიანა ტაბასახ და მე მომახციეს აღარ მახსოვს როგორ არის მრავალმა გიანამ და ტაბასამ მოვიდა ჩემთან როგორო მათ დაამარცხეს ვიტა გაიმარჯვეს ვიქტორია ვიტა რაგა ფაია კროთხა მიჯაჭვულობა დაძლიეს შიშ დაძლიეს და მრისხანება დაძლიეს მიჯაჭვულობა სადაც მიჯაჭვულობა იქ არის მინდა სადაც არის არ მინდაც არის ანუ ესად განიხილება სიკვდილის შიში არ მოიშვება უკვე ავტომატურად როცა ჩემი შენი და იწყება ეს რაც გაგდარის დაკარგვა შეიძლება და გონია რომ დაკარგავ ეს მე უკვე სიკვდილის შიში იბადება საკუთარი გზნობების დაუკმაყოფილების შედეგად მოდის მიჯაჭვულობის აი რაგა რომ მინდა და ვერ გვეუბნო მოდის პრისხანება და ეს სამი მთავარი რაღაცა არის ემოცია რომელიც პრაქტიკულად იწვევს ჯანის სიმართლის დარღვევას ეს ნატიფ დონეზე ანგრევს ადამიანს რაგა ფაია კროთხა მე ამას მოყვება ქვემოთ უკვე ის ბრიყული ჩვევები რომელიც ნატიფი ჩვენი ჭკვაგონების ამ განწყობას ავტომატურად მოსდევს ეს ბრიყული ჩვევები სუჭამა რო გინდა შეარ გინდა უნდა ჭამო რატო იმიტომ რომ გინდა იმიტომ რომ გემოს მისდევ იმიტომ რომ სულ გინდა ხელახლა გააღვიძო ეს გემო და ხელახლა კიდევ იგრძნო ეს გემო კიდევ იგრძნო რო გაგებსება კუჭი მაინც ჭამ იმიტომ რომ კიდევ ახლა ის დარჩა ახლა ის დარჩა შეძეჭველი მაგიდას და ეს რაღაცა ახლა ეს ჭამო გასკდე შუაზე 1000 გვარი ბრიყული ჩვევები რომის იმპერიაში ყველა ვიცით რომ ეს ითვლებოდა პატრიციების არისტოკრატების საერთოდ საყვარელ საქმიანობად სხეულებრივი ხორციელი სიამოვნების მიღება და ერთ-ერთი მათგანი იყო წვეულებაზე საკვების მიღება. ჯერ იყო და ბრილიანტებს ქვავდნენ და საკვებს აყრიდნენ. იმის ნიშნად რომ ეს იყო ნეტარებისათვის შექმნილი არ მგონია ხა ეს დაფქვილი ბრილიანტი რამეს გემოსაზლებდა რამეს სასარგებლო თვისებებს საკვებს პირიქით ალბათ მე დაждდებოდა კი არა ჯერ იბანავებდნენ მე აბანოში რომ და მე წამოწყოლილები მიირთმევდნენ ნეტარებაში იყვნენ იქ ვიღაც ფეხებს უზევდა ვიღაცა ზურგს უზევდა ესენი კიდე ჭამდნენ და გარსხვები ზილავდნენ ჭამდნენ და მე რომ მოიყოლებოდნენ ბოლომდე იღებდნენ ფარშევანგის ფრთებს და ხელის ნატიფი მოძრაობით იქ შეიგიტინებდნენ და მე ამას ამოიღებდნენ ყველაფერს უკაცრავად ან ასეთი ასე ვთქვათ გასტრონომიული სურათებისთვის ამოიღებდნენ ამას ყველაფერს უკან გაიცხდნენ კუჭს და მე იწყებდნენ ჭამას ხო გაიხანგრძლივდნენ ეს გემოს მიღება გემოს აყოლილი ადამიანი თავს იკრავს ლაუძი ამბობს რომ ხუთი სახეობა გემოსი აჩვენებს გემოს შეგრძნებას ანუ თუ ადამიანი მიყვება და გემოს მისდევს მე ეს გემოს ვეღარც გებულობს და უბრალოდ ეძებს და ჭამს ასევე როგორც სიამოვნება ხორციელი ხუთი ბგერა აყროვებს ყურს და ასე შემდეგ ამიტომ ხანვანტარის თუ ვინმეს აქვს ესეთი მიდრეკილება უნდა ვთხოვოთ ის რომ დაგვიცხვას ასეთი ბრიყული ჩვევებისაგან და ასეთი ავის საკვებისაგან რაც უფრო ბრიყვი ხდება ადამიანი მით უფრო მეტი და მეტი მიდრეკილება უჩნდება ავის საკვებისადმი და თვითმკვლელობისადმი აბა შემწორმო ხრამკული აბა მსხვადები ხინკალი ქაბაბი
და საქართველოს არსად არ არის სხვათა შორის ამით გამოვისჩევით არსად არ არის ამ დრო ასეთი რიგები გასტროენტეროლოგთან საბოლოო საქართველოსია კუჭის ხლონი ნაწლავების პრობლემები დიდი მოკაბერილი ხიპი და ასე შემდეგ საქართველოში ეს არის დამკვიდრებული რა ამბობთ ერთადერთი თაში არის კიდევ შემორჩენილი ხმელი ხალხი რა ჩვენ ტრადიციებს და წესებს მისდევენ ახლა იმათაც საკმაოდ ბრიყული საჭმელი აქვს იმიტომ რომ ესაკონლებას ეწევიან და სძროხს ხოთ ჭამენ მაგრამ ნუ ეს კიდე ცალკე საშინელებაა მოკლედ რომ ვთქვათ ლოცველი ვინც იყენებს ნარიან კავაჩას თანვანტარის თხოვს რომ ეს ბრიყული ჩვევები და საკვები და სიცოცხლის მოსწრაფება ააშოროს თავიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვერანაირი მტერი იმას ვერ გიზამს რასაც შენ საკუთარ თავს უზამ ამის მერე თხოვს უკვე ადარი კაცო ვერ არის დონ ფაიად რიშაფხადევს თხოვს ორმაგობისაგან განთავისუფლებას ეს ძალიან მნიშვნელოვანია რატომ თხოვს რიშაფხადევას და რატომ ხედავს ორმაგობაში ადამიანის საშიშროებას რიშაფხადევა ეს თვითუზენესი ღმერთია მახარაჯა ნაფხის შვილი და ერთხელ კი არა მახარაჯა ნაფხი და მისმა მეუღლემ მერუდევ ძალიან სახელოვანი ცხოვრების გალიას ღმერთს ადიდებდნენ და ისეთნაირად უარდა და ადიდებდნენ ღმერთს რომ ერთხელ ერთ-ერთ მსხვერპლშეწირვაზე თვით ვიშნუ გამოცხადდა და ნუ ახლა ვიშნუ როცა გამოცხადდება მსხვერპლშეწირვაზე ცხადია რომ იმ წუთშივე უნდა მოიმარჯვო რამე სურვილებით სურვილი გაქვთ რომ უნდა თხოვოს ანამ სასულაო იხელთოთ რომ მოვიდა და აბაჩხარა თხოვე და ნუ არაფერი მატერიალური და არაფერი ისეთი იმპერატორ ნაფხის არ უთხოვი ერთ-ერთ მისმა ცოლმა გამოთქვა სურვილი რომ მინდაო თქვენი მსგავსი შვილი მყავდესო ქალი მანდილოსნისათვის შვილი ეს არის უდიდეს ბედნიერება და ცხოვრების მიზანი და შვილის გაზრდა და რა ვიცი ეს დედის საქმეა და უფაქიზესი და უნატიფესი ქალები ზრდიან უდიდეს ვაჟკაცებს, უდიდეს გმირებს და უდიდეს ფილოსოფოსებს და რა ვიცი რა. ხო და თქვენი სამაშვილი მინდა მყავდესო. ახლა ნუ შეხედა ვიშნობდა, უფალმა ვიშნობდა. ისაც რაღაცას ნატრულობ რომ არ შემიძლია, ვერ შემიძლია, მაგრამ მაგ თხოვნის დაკმაყოფილებას, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ღმერთი კი ვარო, მაგრამ მაინც არ შემიძლია ეგეთი რაღაცაო და რატო და ჩემს მსგავსი არავინ არ არის და როგორ უნდა გაგიჩნდეს ჩემს მსგავსი შვილიო? აი რანაირად უნდა მოხდეს ეს რომ ჩემს მსგავსი იყოსო და ახლა არ არის სხვა საქმე და ძალიან გინდაო პირადად მე ვიქნები შენი შვილიო და მე გავჩნდები როგორც შენი შვილიო და დაკმაყოფილა და რიშაფხადევას სახით მოვიდა თვითუზენესი ღმერთი სრულყოფილი საოცარი პიროვნება და მისი შვილი იყო ერთ-ერთი ვაჟი ფხარატა და იმის მერე ამ ჩვენს განზომილებას ფხარატა ვარშას ფხარატა ვარშა ეწოდება რადგანაც მან დაამყარა წესრიგი მან გაკვალა ყველაფერი და მან დაადგინა ყველაფერი იმპერატორმა ფხარატამ და მანამდე კიდევ ეს რიშაფხადევა იყო მაგალითი იმისა რომ როგორ უნდა ეცხოვრა ყველას აჩვენე ყველას ასწავლიდა როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა რა უნდა იყოს მის ცხოვრების მიზანი რა უნდა იყოს მის ცხოვრების აზრი ძალიან პატრიოტულად რომ ვთქვათ ადამიანი თავის საფრთხეებზე და მის თავიდან აცილებაზე კი უნდა ფიქრობდეს ანალიტ იმაზე უნდა ფიქრობდეს სად მიდის და რისთვის მიდის და თუ რაიმე ამ გზაზე ეღობება წინ აი ეს არის საფრთხე ჩვენ გარეთ საფრთხე და მტრები არ გვყავს კამა კროთხა ლოფა მოხა მადა მაცარი აი ჩვენი რამდენია 6-ია თუ 9 არის თუ რამდენიც არის ეს არის ჩვენი მტერი ჩვენ შიგნით არის ეს ყველაფერი ჩვენ შიგნით ჩვენ შუაში ყველაფერი ესენია საბრძოლი და ესენია ამას უნდა ვილოცო ჩვენ
ნარაიანას და ამაზონა ველოცოთ, ნარასიმხას და ყველას ამაზონალს ესენი აგვამარცხებინო სწორედ. მე ყველაფერს ხედავს ხვანაირად და რატომ? იმიტომ რომ უფალი შაფხადებას წყალობით მისი მაგალითით ჩვენ თავის ხვდებით ორმაგობისაგან. ორმაგობა არის სწორედ ის, რაც ყოფს ყველაფერს ჩვენს გარშემო, რაც კარგია და რაც ცუდია, რაც მავნებელია და რაც სარგოა, რაც საფრთხეა და რაც მშველელია. გამიგეთ? წერი და მოყარე, საფრთხე და საყრდენი. ეს არის ორმაგობა. ნელ-ნელა როცა სოფხედულობა ამატერო სამყაროს დაშორდება და ზევიდან ცოტა შორიდან შეხედავს, მე დაინახავს საოცარ რამეს, რომ აფერი ორმაგობა არ არის. ესენი უბრალოდ ერთმანეთის შემავსებელი ფრაგმენტებია ამ დიდ და უკეთილშობილეს და ულამაზეს სურათში, რომელიც თვით უზენაესი ღმერთის მიერ არის შექმნილი. და უბრალოდ შექმნილი კი არ არის. თქვენ წარმოგიდგენიათ ეგეთი რამე, რომ არისტოტელეს ფილოსოფია და მასზე აგებული თანამედროვე მეცნიერებაც ჩვენს ამბობს ღმერთმა შექმნა სამყარო და დაიბანა ხელები და შექმნა სამყაროს გაუშვა პირველი იმპულსი მისცა როგორც კვარაცხელია დააკრა ბურს ფეხი მე ეს ბურთი გავარდა მოხდა თავში მას რაგვარი შეღებილი თავი რო აქვს ხო და მოხდა თავში მე წავიდა და მე შევა აი თითქოს ესეა რომ ფეხბურთს თამაშობს ღმერთი და შექმნა ეს ბურთი აიცროლა და მიდის ეს ბურთი იმის მერე მიდის და შეგვიძლია გამოვითვალოთ ასლის მერე სად იქნება, იმიტომ რომ საწყის იმპულსს თუ ვიცი და შემდეგ რა, მექანიკა და მეცნიერებების, საბოლოო ჯამში მეცნიერებები არის სურვილი მომავლის წინასწარმეტყველებისა რა. სინოდური ჯადოქრები არიან ეს ყველა მეცნიერები, შემდგარი ჯადოქრებიო რა. და როდესაც არა, უბრალოდ კი არ შექმნა, შევიდა კიდევაც ამ თავის ქმნილებაში. იმ ხელა სიკეთის მატარებელია უკიდეგანო სიკეთის რომ შექმნა სამყარო ჩვენ კაცთან მოგვცა სამყარო გვაქვს უთვალავი ფერითა ეს უთვალავი ფერი შექმნა თვითონ თორე მატერიას სულ არ აქვს სურვილი რომ უთვალავი ფერი მიიღოს და ვაფშე არ აქვს პრათხანას მატერიას იმის სურვილი რომ მისგან რაღაცა გონება წარმოიქმნას ჭკუა წარმოიქმნას საერთოდ ეს მახატრო წარმოიქმნას სულ არ უნდა ეს არაფერი არ უნდა მატერიას საერთოდ არ უნდა არაფერი და არც არაფერი არ სურვილი აქვს და შეგნება არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა არის გამოულენელი პრათხანა ხო და შევიდა ამ თავის შექმნის სამყაროში მრავალფეროვნება მისცა საოცრება სილამაზე იქ სადაც სილამაზეა გახსოვდეთ ძალიან კარგად გახსოვდეთ ამ სიბერეში მივედი დასკვნამდე რომ მივედი დასკვნამდე ყველგან წერია მაგრამ ამ სიბერეში დავიჯერე სადაც სილამაზე ესე იგი კრიშნა და თვითონ სილამაზე ენით აუწერელი სილამაზე და არანაირი სილამაზე იმისოთ არ არსებობს ის პატარა თითო ეს სილამაზე რაღაცა გამოკრთა გინდაც ბავშვის ღიმილში გინდაც რაღაც კონსტრუქციაში გინდაც ქალის სხეულში გინდაც მამაკაცის ვაჟკაცობაში გინდაც რაღაც მანქანა გააკეთეს თუ სადმე გამოკრთა პატარა კრიშნა იკიცოდეთ ისე არ შეიძლება რამე ლამაზი იყოს და არ შეიძლება ჩვენ არ ვიქოთ როგორც ლამაზი ეს ერთადერთი კრიშნა აბსოლუტური სილამაზე უპირობო სილამაზე და შევიდა და თავისი ამ უპირობო სილამაზით გააქვსო სამყარო და ჩვენ კიდევ ღრმად ჩაძირულები იმდანაც ბერიყვები ვართ ამ სამყაროში ხედავთ ჰავს და კარგს არაფერი ავიდა კარგი ყველაფერი გათვალისწინებულია ყველა კომპონენტი გათვალისწინებულია ყველაფერი თავის დროზეა ყველაფერი ზამთარს გაზაფხული ცვლის ზაფხულის შემოდგომა სიცხეს ცვლის რა ცვლის სიცხეს ახლა კონდიციონერი ცვლის სიცხეს მაგრამ ყველაფერი და ადამიანს რო შორდება ამ ორმაგობას და ზევიდან უყურებს ყველაფერი ამ სურათს ხედავს ღმერთს ანუ ღმერთს როგორც კრიშნას ესე ვერ ხედავს რა თქმა უნდა რა ხედავს იმ უკიდეგანო სილამაზეს რომ ეს ერთიანი სურათია რომ ის სიცხე და სიცივე ეს უბრალოდ ერთი სურათის ნაწილებია ფრაგმენტები
და რომ არ იყოს ეს სიცხე არც იცივი იქნებოდა და არც ამბერი არ იქნებოდა და არ იქნებოდა ეს ყველაფერი. ვაჟა-ფშაველას ქონდა საოცარი შეგრძნება ამ ჰარმონიის. ნუ ხო უდიდესი პოეტი იყო, უდიდესი მისტიკოსი იყო. და ესეთ რაღაცები დაწერილი ღმერთებზე და ილუზიებზე და ნუ გველის ჭამელი და შენი ჭირიმე სიკვდილო სიცოცხლე ხარობს შენითა. ეს სიკვდილი და სიცოცხლე არის ორი ნაწილი, რომ ერთი არ იყოს, მეორეც არ იქნებოდა. ეს არის სისრულე, პორნა, on პორნა მადახ პორნა მიდა სრულიდან, ხოლო სისრულე გამოდის. და სისრულეა სწორედ ამ სამყაროს სისრულე იმაში მდგომარეობს, რომ ამ სამყაროში არაფერი არ შემოდის, არაფერი მომარაგება და დისტრიბუტორები გარედან არ მოდიან. ყველაფერი ღმერთს თვითონ ღმერთში უნდა თვითონ უზრუნველყოფს ყველაფერს. სრულია. ოღონდ ამას დანახმა უნდა. და როცა ადამიანი ამას დაინახავს, რომ მატერიალური კოსმოსის წესრიგი ღმერთია, რომ ჩვენი ბედი მისი სცენარით მიდის და მისი ძალებით მიდის ღმერთების მეფია, რომ ყველა ჩვენი სრული შემსრულებელია, იაგია, მე ასეთი ხედვით, როცა მოკვდება ადამიანი, ეს ღმერთთან დაბრუნდება, იმიტომ რომ რაც სიკვდილის მომენტში უკვე ეს თუ იცი, ამაზე მთელი ცხოვრება ნაფიქრალი და სიკვდილის მომენტში და ამაზე ფიქრობ და ამას ხედავ, რომ შენთან მოვა სიკვდილი, არ მოდის ასეთ ადამიანებთან სიკვდილი, როგორც რაღაცა დამახრჩობელი, რაღაცა ხმელი თითებს რო წაგიჭერს ყელში და აი და ვეღარ სუნთქავ. ძალიან ცუდი რამე არის. ასეთი ჩვეულებრივი ადამიანების სიკვდილი ძალიან ცუდი რამე. ხოლო ისევე როგორც სიბერიდან, ისევე როგორც გაჩენიდან ღრმა სიბერემდე თანამთანობით იცვლის სხეულს ყველა არსება, სიკვდილის შემდეგ ახალ სხეულს ღებულობს სული და არ აშფოთებს გონიერ კაცს გადაცვალება. ასეთი და ეს უნდა თხოვო რიშაფხას. თუ მაინც გინდა რომ ესეთ დეტალიზაცია გააკეთო, უნდა თხოვო რიშაფხას. თუ ამის თავი არა გაქვს, რაც ეხება კალიუგას თითქმის უკლებლივ ყველა ფინადარს, მაშინ უნდა მიედო ფალჩაიტანიას და თვითონ მიხედავს ამ საქმეს. ისევე როგორც 10 ფუტა 10 აგია და 10 დაევა, 10 დაევა და 10 აგია ამ სამყაროს ეს ხოლმე. ისე მოხედავს მიმენდობით. ანუ პრაქტიკულად სტრიქონებს შორის უნდა ჩავწეროთ, როცა ჩვენ ვკითხულობთ არაენა კავაჩას და შემოთ ფაგავატებს. ყველა სტრიქონებს შორის უნდა ჩავწეროთ, რომ იგივე ეფექტს იძლევა ფალჩაიტანიას მიტოვა. იგივე ეფექტს იძლევა ფალჩაიტანიას მიტოვა. იგივე ეფექტს იძლევა ფალჩაიტანიას მიტოვა. როდესაც ამ ორმაგობისაგან ამ ხედვას თხოვ, რიშაფხადევას პრაქტიკულად თხოვ ასეთ ხედვას. ხოლო რაც შეეხება იაგია, 10 იაგიას, ყველას გულში მყოფ. ის დაგიცავს ყველანაირი შუღლისაგან, ყველანაირი შურისაგან და ყველანაირი ბოროტებისაგან, რომელიც სხვა არსებები მზად არიან გამოავლინოთ და ჩვენ მზად ვართ გამოვავლინოთ ამ სხვა არსებებზე რომ ვამბობ ჩვენ ეს სხვა არსებები რა ჩვენ რა ვართ ეს სხვა არსებები ვიღაცების მიმართ და ვიღაცები ჩვენგან ტრანჯვას არღებულობენ როგორ თუ ჩვენ მას მიმართავთ მას მივენდობით ის ყველას გულში არის და იმასაც გააჩერებს ვინც მოდის მალავებული თუ ენალისი შენ წინააღმდეგ ხოლო რაც შეეხება ბალარამას, თვით ღმერთს, ბალარამას, რომელიც საყრდენია სამყაროების და არა მარტო სამყაროების საყრდენია, თვით ნარაიანა საყრდენია. მასია წამოწოლილი ნარაიანა, მას ეყრდნობა, მასია წამოწოლილი და რო არ იყოს შეშა, ანანტა შეშა, ჩავარდებოდა, ხო? უცნაური რაღაცა რომ გამოეცალოს ქვეშ და ჩავარდეს ახლა ნარაიანას რაღაცა ქვევით. მაგრამ ნუ მასია და არც არასოდეს გამოეცლება მას ეყრდნობა და
ახანის გველების მეფეა. გველები საერთოდ უცნაური ტიპები არიან. ეხლა ეს გველები აქ მოშინაურებული რო ყავთ, ან კიდე რაღაც ამაზონის ჯუნგლებში რო დადიან ეს გველები, მაგათ კიდე არ აუშვებს რა. აიტანს ადამიანი, მაგრამ გველების მთელი სამეფოა და მთელი მოდგმა, რომელსაც სათავე დაუდო კარდუ, კაშეპამონის ერთ-ერთმა ცოლმა, დაქშას ერთ-ერთმა ქალიშვილმა. კარდუ მისგან იშვა გველების შთამომავლობა და მე დაწყევლა თავი შვილები და ამ წყევლის შედეგად არიან გაბოროტებულები. სულ იმას ფიქრობენ, ვის უკბინონ, ვის შეანთქინონ შხამი. ის რა, აი ასეთ წარმოგიდგენი, რა ეს გაკაპასებული გველები გარშემო და ბალბალამას გველების ანანტა შეშას, გველების მეფეს თუ შეუძლია რომ ისინი გააჩეროს. თუ თქვენ საფრთხის მომენტში ეხა ინდრა როცა იყენებდა ამ კავაჩას და სრულყოფილად გააკეთა ყველაფერი, მან იცოდა ეს საფრთხე დემონების სახით იყო, მას საფრთხე თავისი სამსახურებრივი მოვალეობების, ერთგულმსახურების გზაზე ეღობებოდა და თქონდათ რომ მოემზადა და ყველაფერს გააკეთა, მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენ საფრთხეს გვგზნობთ, როცა თავზე დაგვაწყდება მაშინ. ჩაბიბლის უკვე და განადგურებულს დაგვტოვებს, მე ვგებულობ, უიდე და ეს რა მოხდა და ეს რა მომივიდაო და რომელი კავაჩა და რა კავაჩას მოასწრებ და აჩამარის გაკეთება და შენ ანდა ეხლა ვერცმან უქნას და მიწისბრო რო დაიწყოს ეხლა და ერთი რომელ თქვენგანს მოვა თავში აზრად აჩამარის კეთება და უბრალოდ ჩვევაში უნდა ხონდეს უკვე კრიშნა Sri Krishna შრის თუ დააყოლე კიდევ თლად უკეთესი Sri Krishna აი ესეთი არის დაცვა ჩვენ სულ 2 წუთი დაგვრჩა არ მგონი ახლა შეკითხვები ეს რამესაც გეტყვით რომ ძალიან ყურადღება მივაქციოთ ყველა, როდესაც ლაპარაკია იოგაზე. და როდესაც ლაპარაკია ბhakti იოგაზე. გოსვამი მაჰარაჯას, ბhakti-ვიდიანა გოსვამი მაჰარაჯას აქვს ძალიან საინტერესო ლექცია, რომ ბhakti ეს არის ორი სამყაროს გადაკვეთის ადგილი, შეხვედრის ადგილი. ბhakti место встречи двух миров, სულიერისა და მატერიალობის. ეს რაში მდგომარეობს, იცით? ბhakti იოგას ეფექტი და ბhakti იოგას შედეგი სულ სხვა. აშტანგა იოგა მწვერვალი. იოგას მწვერვალი, ესეა. აშტანგა იოგას პროგრამი არ არის, სამათხი არ არის, უბრალოდ რამე კრიშნა ამბობს, რომ სამათხის უნდა მიაღწიო, მაგრამ ახლა როგორ მიაღწიო, ეს სხვა საკითხია. ეს არა უბრალოდ რამე და კლასიკური გაგებით ეს ნიშნავს მატერიისაგან გამიჯონას. მატერიისაგან განთავისუფლებას. მატერიიდან გამოსვლას. ეს არის სულის განთავისუფლება და ეს განთავისუფლება არის არა მიზანი, არამედ ინსტრუმენტი, რომ შემდეგ თავისუფალი ადამიანმა თავისუფალმა სულმა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. გამიგეთ არა? ხო გასაგებია რა, რასაც ლაპარაკობ. უბალ ჩაიტანიას წყალობა, სხვა რამეს იძლევა. სხვა რამეს იძლევა. ჩატო დარპანა მარჯანამ ეს ეგრევე ხდება და ფავმა ნირვანაში შესვლა და ცნობიერების გაწმენდა ეგრევე ხდება უფლის დიდებას რომ მოკიდებს კაცს ხელს. მაგრამ მე იწყება უცნაური რაღაცა. სული და მატერია კი არ შორდება ერთმანეთს. პირიქით განსხვავება იშლება მათ შორის. მატერია სულიერდება. თელიანად სულის მართლობის ქვეშ გადადის. ის ეტლი, რომელიც თქვენ კარგად გახსოვთ, ბრიხადარანია კოპანიშადიდან არის თუ კათხა უპანიშადიდან სული როზი შეშინებული. არა, ის ეტლი იცვლება. უბალ ჩაიტანიას წყალობით, ბhakti იოგას წყალობით ის ეტლი იცვლება და მისი ნამდვილი მართველი სული ხდება. უკვე სული კი არ გადამოდის ამ ეტლიდან და კი არ ამბობს თუ შაძაგლობა რას ვიჯექი ამ ეტლში და ეს რა იყო. არა.
ის ეტლს იყენებს უკვე თავისი ნამდვილი ჭეშმარიტი ბაქთის გზაზე სასიარულოდ და ეტლის ბუნება იცვლება ამით. კრიშნა თვითონ ამბობს, შაბდაქხემ რასოახამ აფსუ კაუნტეია პრაფხას მიშაში სურიაიოხ პრანავახ სარვა ბედეშუ შაბდაქხემ პაურუ შამდრიშუ მე ვარ ვიბრაცია სივრცეში და მე ვარ ნიჭი ადამიანში მე ვარ ვიბრაცია სივრცეში და სივრცე ეს არის უხეში და ნატიფი სხეულების შემაერთებელი სუბსტანცია ხამ და როცა კრიშნა შედის ამ სივრცეში ის იქიდან უშუალოდ ადამიანის ნატიფ ელემენტებში ჩვენი სხეულის ნატიფ ელემენტებში ჭკვაში და გონებაში ხვდება და ჭკვა გონება იცვლის ბუნებას. ეხლა ჩვენი ბრმანაწლავი ყოველთვის ბრმანაწლავად დარჩება იმის ილუზია უნდა გქონდეს რომ ეს ბრმანაწლავი გადაიქცევა იმათ რაღაცა რა. არ ვიცი ახლა შეიძლება გადაიქცეს მაგრამ არ მიფიქრია ბრმანაწლავზე ამ შემთხვევაში მაგრამ თარია რომ ჩვენი ჭკვა გონება სრულად მოკავშირე ხდება სულისა სრულად სულის გავლენის ქვეშ არის და სულ არ ჭირდება სულს მისგან განთავისუფლება სულ არ ჭირდება მამა ჯანამანი შვარე თავატად ბაქტი რახაიტუკი თვაი ნათანამ ნაჯანამ ნასუნდარიმ კავიტამბა ჯაგადიშა კამოიე არ მინდაო არც ეს მინდა არც ეს მინდაო ეს არასწორი მიდგომაზე ამბობს უარს მაგრამ თუ მისცემს კეთილდღეობას ადრევა და იმ კეთილდღეობას გამოიყენებს აგერ დააშენებს მესამე სართულს ტაძარს ხო გამოიყენებს ერთგულსახურებაში როგორ არ გამოიყენებს თუ მისცემს მიმდევრებს და მოწაფეებს და ესა გამოიყენებს როგორ გამოიყენებს კრიშნას მოგიერებას და ჩააყენებს და მის გზას დააყენებს თუ მისცემს ლამაზ სოულს გამოგალსა წესები კავშირებს გააჩენს და აღზრდის კრიშნას ყველაფერს ამას მიიღებს ის მაგრამ მე არ მინდა ეს ამისთვის კი არა ვარ თუ მომცემ კი ბატონო მაგრამ მე ამის კი არა დაბა არ მინდა არც განთავისუფლებას არ მინდა განთავისუფლება ნამდვილად არ მინდა დაბადებით და დაბადებამდე ოღონდ შენი ბახტი მქონდეს მამა ჯანამანი შვარე ანუ უკვე მოკავშირეა მატერია მისი ჭკუა და გონება გასულიერებულია და მოკავშირე ეს არის განსხვავება იმას შორის რაც არის კლასიკური განთავისუფლება და იოგა და ის რაც არის უფალი ჩაიტანის წყალობა ეხლა მარტო ეს არ არის განსხვავება მაგრამ მე პირადად ამაში ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ სულაც არც ცდილობს უფალი ჩაიტანია სული ამოგლიჯოს სხეულიდან პირიქით ერთად იცვლება იღვიძებს სული იღვიძებს და გაღვიძებულია უკვე ამ სხეულში და როცა უფალი ჩაიტანია ამბობს რომ მერე წყალობა გადმოდის მერე ოკეანე იშლება ნეტარების ანანდა მუთხი ვარდანა ეს სულად არ ნიშნავს რომ ადამიანი მოკტა არა ჩვეულებრივად არის ამ სხეულში და არის აღწერილი ეგეთი მაგალითად ჯადაფარადას მაგალითი შიშველი დადიოდა სულელივით და საკუთარ ექსტრემენტებში გორაობდა თუმცა ეს ექსტრემენტები შანელის რომ იქონდა არ იყო რა ჩვეულებრივი სხეული და ჩვეულებრივი ექსტრემენტები თუმცა კი ჯადაფარადა ეხლა ჯადა ნიშნავს დებილს ხო და ბატონო არა პრობლემა მაგრამ თუ ასე მდგომარეობაში ხარ დებილი კი არა დეკლარატი ყავით თუნდაც რა ამიშვალოა კარგით ამით მოვჩეთ ახლა ამდენი საუბარი ჩვენ და თუ შეკითხვები რაიმე გაქვთ ხოლმე ბრძანოთ Hare Krishna Devarata Prabhu ძალიან საინტერესო ლექცია იყო რაღაც თან დიდი მადლობა მინდოდა გადამიხადა მართლა ძალიან საინტერესო და ღრმა იყო და დამაფიქრებელი ხუთი ლარმაით ხო მადლობა დიდი Hare Krishna Hare Krishna Hare Krishna ეხლა ჩვენი დელეგატები რომლებიც იქ არიან წასულები და ჩამოვლენ ზეგ როგორც იტყობინებიან მე ხა ლუკა მყავს ხედულობაში რომ ჩამოვა ლუკა დავждეთ რა რატი მე და შენ და რაღაცა მე და შენ კი სამივენი დავждეთ და უშველოთ ამ საიტს თორე სამართლიანო მდგომარეობაში არის ჩვენი ოფიციალური საიტი ნიუ გეთანხმებით
იმიტომ რომ ნებისმიერი კიდე კაი ახლა ჩამოსულებით არის გავსილი საქართველოს და მაინც არ ეტანებიანი ესაც მაგრამ რა ვიცი თუ ამ Facebook-ზე 10,000 follower და 12,000 follower-ი ყავს უკვე და სიცხვილი ახლა შევლენ რაღაცაზე ამას წინათ თარგმანები გვინდაო, კალენდარი გვინდაო, ის გვინდაო, ეს გვინდაო და რო გაგვიშტა ახლა მომდაც ყველაფერი, რა ვიცი, შეიძლება კამდეაც უნდათ და ასე რომ მოსაყვანია წესრიგში. ჰარი კრიშნა. კი ბატონო, ჰარი კრიშნა. კარგით, თუ შეკითხვები არ არის, მაშინ მადლობა გადავხადოთ უფალ ხანვანტარისაც, ეშაფხადევასაც, უფალ პანორამასაც იმისათვის, რომ დღეს არის ეკადაში და დღეს ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მავნეს საკვებს არ მივიხებთ, მავნეს საკვებს არ მივიხებთ და ჩვენი არა მარტო სულის, არამედ ჯანის სიმცელისათვისაც ვიზრუნებთ. აბა, ბედნიერ და წარმატებულ ეკადაშს გისურვებთ. ჰარი კრიშნა. ჰარე კრიშნა, მადლობა დევარა და თქვენც ასევე ყოველი. კიდე მადლობა, კარგად გზავნებოდეთ. დევარა და პრაფუ კი ჯაი. Srimad Bhagavatam ki, ჯაი. Srila Prabhupada ki, ჯაი. Sri Sri Nitai Gautam Chandra ki, ჯაი. კარგად გზავნებოდეთ. წავალ ახლა მე თქვენის ნებართვით. Hare Krishna, ჰარე спасибо. კრიშნა. Hare მადლობა. Krishna.